სადაც სტუმრობდით ციანიდის სკანდალთან დაკავშირებით და მაშინ თქვენ თავად ამბობდით, რომ ეს სკანდალი, ეს თემა არის რაღაც ფრაგმენტი და დეკანოზი გიორგი მამალაძეც არის ყველაზე მინიმალური პასუხისმგებელი პირი მთელ ამ ისტორიაში. ამის შემდეგ ეს ამბავი, ეს ისტორია ისე გაგრძელდა, რომ ჩვენ მოვისმინეთ საპატრიარქოს იურისტის მხრიდან ბრალდებები მეუფე პეტრეს მისამართით, მეუფე პეტრეს საპასუხო განცხადებები, ასევე დახურული სასამართლო პროცესი, რომელიც ციანიდის საქმეზე მიმდინარეობს, იქ ადვოკატების როტაცია, დამატება, მოკლედ მთელი ძალით საეკლესიო თემატიკა არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ბოლო ამბავი, რომ პატრიარქი ისევ დაცვის უფროსის გარეშეა. მოდით მივყვეთ თუნდაც ბოლო ისტორიით, თქვენთვის რა არის ცნობილი, მე ვიცი რომ თქვენ საკმაოდ ახლოს ხართ, დაახლოებული ხართ საპატრიარქოსთან, იქნებ გვითხრათ, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ დაცვის უფროსთან დაკავშირებით, რატომ გახდა მისი შეცვლა საჭირო? ვიდრე საკუთრივ უშუალოდ დაცვის სამსახურის შესახებ მოგახსენებდეთ, მინდა საწყისშივე აღნიშნო, რომ ის საკითხები, რომელიც თქვენ გააჟღერეთ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს და უნდა აღინიშნოს, რომ წლების მანძილზე საპატრიარქო ეწეოდა ყრუდუმილის კაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინანტობის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებას და ისინი არა მართლზომიერად მოქმედებდნენ რიგ შემთხვევაში, მათ ფაქტობრივად ყველა ინტელექტუალური, ერუდირებული და განსწავლული პიროვნება საღვთისმეტყველო თეოლოგიურ, კანონიკურ, სამართლებრივ საკითხებში გარიყეს, მოახდინეს მათი სეგრეგაცია და სტიგმატიზირება, გულისხმობ იმ საზოგადოებას, რომელიც გარკვეული სახის კომპეტენციას, კვალიფიკაციას ფლობდა და ისინი წარმოადგენენ სპეციალობით თეოლოგიის დარგს, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ საპატრიარქო რაღაც დახურულ კასტად გვევლინება ადმინისტრაციულად, რაც ძალიან დასანანია. მე ვიტყოდი გულისხმობ. თუმცა ისეთი გახსნის მცდელობები ვნახეთ და ისეთი შიგნიდან გადმოღვრილი, ის ვთქვათ, ინფორმაციის ნაკადი, რომ კიდევ უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე დახურულ ინსტიტუტთან ურთიერთობა. დიახ, მაგრამ ეს უფრო აგონიური მდგომარეობაა, მე ვფიქრობ და ისინი ვერაცნობიერებენ, მათ ფაქტობრივად ვერ შეაფასეს სწორად ამჟამინდელი მოცემულობა და საპატრიარქო ამოვარდნილია კონტექსტიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას და რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. გამომდინარე იქიდან, რომ მათი იურისტი არის ოფიციალური პირი, აღნიშნული დაწესებულებისა და იგი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელსაც შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ეთანხმება არც ეპისკოპატი, არ ეთანხმებიან სამღვდელო დასის წარმომადგენელი და სხვა რიგი თანამდებობის პირები, რომლებიც გამწესებული არიან საპატრიარქოს რეზიდენციაში. საპატრიარქოს იურისტის, გიორგი, საპატრიარქოს იურისტის ასეთი ხმამაღალი, ხმაურიანი განცხადებები, მაშინ რით არის ნაკარნახევი, ის ამის არგუმენტად ასახელებს, რომ უბრალოდ სულიერ მამას იცავს პატრიარქის სახით. ძალიან ძნელია მისი დაფარული ზრახობის და მისი გულისმიერი განწყობების, ასე ვთქვათ, გაშიფრვა, ჩემთვის უცნობია, მისი პიროვნება აბსოლუტურად მე მას არ ვიცნობ, არანაირი შეხება და ურთიერთობა მასთან არ მაქვს. არც მის გარემოცვასთან, მაგრამ ნამდვილად საგულისხმო და გასათვალისწინებელი ის ბრალდებები, რასაც ის აყენებს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებები, სამხილები და არგუმენტირებული მსჯელობა და არა ინსინუაციები და სპეკულაციები. ამდენად სამართლიანობა მოითხოვს აღენიშნოს და ზნეობრივათაც გაუმართლებელია, რომ მე რაიმე სახის ცილისწამებლურ ნარატივში შევიდე და განვიხილო ის ბრალდებები, რომელიც მან წარმოადგინა. მაგრამ მისი პრობლემა მე ვფიქრობ, რომ არის ძირითადად ის, რომ მას არ შეუძლია ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დააყენა და გააჟღერა, დაიცვას ბოლომდე იმგვარად, რომ უფრო მეტად მაშინ რა როლს ასრულებს ის თავისი ხმაურიანი განცხადებებით, გიორგი? ის მოქმედებს იმპულსურად, ემოციურად, მან იცის რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რასაკვირველია, მას ეთყობა ეს ჰაბიტუსზეც, განცხადებების პათოსზეც და ასე ვთქვათ, მსჯელობაზეც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც გარკვეული სახის ცენზურა, ზეწოლა და წნეხი არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა იქცევა არა მართლზომიერად და ანტისახელმწიფოებრივად, ვფიქრობ, რომ ისინი გარიგებული არიან როგორც ადვოკატებთან, ისე საპატრიარქოსთან და შესაბამისად ჩვენ გვაქვს დაჩეხილი, შელამაზებული და გაფილტრული მოცემულობა, რომელიც ლოგიკურ ბმებში არ არის ერთმანეთთან. მთელი ეს პერიპეტიები საგამოძიებო ღონისძიებებისა ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. თუ კი ამბობს
პროკურატურა რომ მოქმედებდა ანგარებითი ინტერესებით მამა გიორგი მამალაძე, მისი პიროვნული ნატურიდან გამომდინარე მე ამას ვეთანხმები, რომ ეს შესაძლოა მართლაც ასე იყოს, მაგრამ შეუძლებელია მღვდლის დაწინაურება, მისი აღზევება, თანამდებობრივი წინსვლა მოხდეს უშუალოდ ეპისკოპოსის რეკომენდაციის შუამდგომლობისა და ჩარევის გარეშე. ამდენად, თუ კი საუბრობენ, რომ იგი დამნაშავეა, თანამზრახველი ზემდგომი მაღალი იერარქებიც უნდა წარმოგვიდგინონ, მინიმუმ ერთი ჩვეულებრივ შემთხვევაში კი რამდენიმე. და საპატრიარქო ამაზე დუმს, რასაკვირველია, პროკურატურა ცდილობს, რომ ეს საკითხი მიჩქმალოს და ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს იგივე იოსებ ოხანაშვილის უეცარი გამგზავრება გერმანიაში ვითომ და სამსახურეობრივი მოვალეობისათვის, იგივე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ, ლოგიკურ, ასე ვთქვათ, შეკითხვებს ბადებს, რომელიც პასუხგაუცემელია. და რაღაცნაირად პროკურატურა, ანუ თქვენ ამბობთ, რომ საპატრიარქოს იურისტის განცხადებები, ხო, ესეც ამოვარდნილი გეჩვენებათ მისი როლიდან, ასევე პროკურატურის ქმედებებიც ფიქრობთ, სხვათა შორის საპატრიარქოს იურისტიც იწუნებს პროკურატურის მუშაობას და ამბობს, რომ ეს გამოძიება ფრაგმენტულია და არ მიდის ის სრული სურათის ასახვამდე. და რომ დეკანოზიც რაღაც მინიმალური ფიგურაა მთელ ამ ისტორიაში. მყოფებიან და კვალიფიკაციას იმაღლებენ თეოლოგიის დარგში, ისინი ვითომ და თურმე ემზადებიან საქართველოში რევოლუციური რაღაცა რეფორმაციისათვის, რაც არ შეესაბამება ნამდვილად სინამდვილეს და ეს არის ძალიან ველური და ვერაგული ბრალდება, რამე თუ მე მათთან მაქვს პიროვნული ახლო მეგობრული და ძმური ურთიერთობა, ისინი ჩემი კოლეგები არიან და მე ვამაყობ თითოეული მათგანით და ისინი ვფიქრობ, რომ არიან მომავალი თაობის წარმომადგენელი უზარმაზარი პოტენციალით, ინტელექტუალური მარაგით, სურთ რომ რეალიზდნენ ჩვენს მოცემულ სივრცეში და მათ სწორედაც რომ საპატრიარქოს სამდივნო და ადმინისტრაცია არ აძლევს იმის საშუალებას რომ ინტეგრირდნენ და რეალიზდნენ აღნიშნულ სივრცეში. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ის ასრულებს დავალებას უშუალოდ მდივან რეფერანტისას, რომელიც ყოველთვის რატომღაც დესტრუქციულად იქცევა ჩემ და სამწუხაროდ, ზოგჯერ ცდილობს რომ გამოვიდეს კონტაქტზე და გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან, თუმცა რიგ შემთხვევებში მაინც იმპერატიულად მოქმედებს და ეს ძალიან საწყენია და ერთის მხრივ გამაღიზიანებელიც ალბათ. ანუ მდივან რეფერენტის დავალებებს ასრულებს საპატრიარქოს იურისტი. მეუფე პეტრეზე რა სიტყვით? სხვათა შორის თქვენ ჩვენს ეთერში გიორგი მაშინ არ გამორიცხეთ შესაძლოა მეუფის, ჭყონდიდის, ასევე ბათუმის ხალთის მიტროპოლიტის რაღაც ლინკები დეკანოზის საქმესთან. დღეს რა შეგიძლიათ თქვათ ამ თემაზე? ძალიან რთულია დაბეჯითებით რაიმეს თქმა, მეუფე პეტრე ვფიქრობ, რომ ცდილობს გარკვეული სახით სიცრუე და სიმართლე ერთმანეთში არიოს და ამგვარად დაბნეულობა შეიტანოს საზოგადოებაში. ის ცდილობს რომ მოიგოს ერთი შეხედვით გული ლიბერალებისა და აქებს ბასილ კობახიძეს, რომელიც წარმოადგენდა ასე ვთქვათ ეკლესიაში უფრო ლიბერალურ ტრენდს. ამავე დროს ემიჯნება მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების სამზადისს და აცხადებს, რომ იქ არის ერესი და მწვალებლობა და ამიტომ არ უნდა გქონდეს ახლო მჭიდრო კავშირი მოძმე და ეკლესიებთან. ესეც ძალიან გაურკვეველია. ამავე დროს ის ცდილობს რომ რაღაცნაირად ზნეობრივი როლი მოირგოს და კაზანტიპი გააპროტესტოს საქართველოში და ამით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს საკენკი დაუყაროს და აი ყოველ ფრონტზე ის ცდილობს რომ მომხრეები მიიზიდოს და მოქმედებს პოპულისტურად, ჩემი დაკვირვებით. და თუ რა სახის თანამონაწილეობა აქვს მას ციანიდის საქმესთან, ამაზე გამიჭირდება ნამდვილად საუბარი. მისი ბრალდებები სხვათა შორის სამართლიანობა მოითხოვს აღენიშნოს, რომ სემინარია აკადემიის საკითხთან დაკავშირების არის აბსოლუტურად მართალი, იგივე ოქროს თევზის საკითხებთან დაკავშირებისაც იგი არის ნამდვილად მართალი და შეუძლებელია რომ ამაში არ დაეთანხმო. რამე თუ მეც წლების მანძილზე ვიდრე აქამდე და დღესაც, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ იმ არამართლზომიერ იმ ძალიან დამაკნინებელ მდგომარეობას, რომელიც არსებობს საქართველოს სასულიერო სასწავლებელში, კერძოდ კი თბილისის სემინარიასა და აკადემიაში, რომლის რექტორიც ბრძანდება პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულ ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს რომ ახალგაზრდა მოზარდი თაობა გაზარდოს იდეოლოგიზირებულად და თავისი ბიუროკრატიული დექრისტოცენტრული აზროვნებით მოწამლოს ისინი და მოახდინოს მათი აზროვნების სრული
ასე ვთქვათ. როგორც მე მივხვდი გიორგი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ამ ისტორიაში საჯაროდ ყოველ შემთხვევაში ვინც ჩანს, არც ერთი გმირი არ გამოიყურება კარგად, ასეთია თქვენი შეფასება. არც მეუფე, არც იურისტი, არც პატრიარქის მდივანი, არც დეკანოზი. დიახ, მთელი ტრაგედია და დრამა იმაში მდგომარეობს და უბედურება, რომ არც ერთი მხარე არ არის ჯანსაღი, ზნეობრივად, კრისტალურად, ასე ვთქვათ, სპეტაკი და სუფთა. ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ არც საპატრიარქო, არც მეუფე პეტრე, არც ასე ვთქვათ, იგივე მამალაძე და მეუფე დიმიტრი არ წარმოადგენენ ნამდვილად საქართველოს ეკლესიის ეტალონსა და იდეალს და ისინი ვერასოდეს ვერ გახდებიან პატიოსანი და წესიერი ადამიანების კუმირები. წუხვარ ვიდრე სინანულამდე ეს ვერ მოხდება. ღმერთმა ყოველას შეუნდოს და გონზე მოიყვანოს. ხოლო და ამის თქმა შემიძლია. დაცვაზე ვსაუბრობდი, თქვენ თუ ხომ არა გაქვთ რაიმე ტიპის ინფორმაცია, რატომ 14 წელი ადამიანს პატრიარქს ყავდა ერთი დაცვის უფროსი და 3 თვეში უკვე მესამე დაცვის უფროსის აყვანაზეა საუბარი. ჩემთვის გაურკვეველია საერთოდ თუ კი ეს არის სახელმწიფო უწყებაზე მიბმული, ასე ვთქვათ, სამსახური, რატომ ხდება ისე, რომ ინიშნება საპატრიარქოს ადმინისტრაციის ნებასურვილის მიხედვით იქ დაცვის სამსახურის უფროსის, ასე ვთქვათ, პოზიციაზე ესა თუ ის პირი, თუ კი ეს არის კერძო სამსახური, მაშინ რა თქმა უნდა, რაღაცა უნდა ერეოდეს სუსი ამ საკითხებში. ესეც ძალიან უცნაურია. ამდენად მთელ რიგ კაზუსებთან და პარადოქსებთან გვაქვს საქმე. რაზედაც მე გამიჭირდება საუბარი, რადგან მე კომპეტენციითა და სპეციალობით თეოლოგიის დარგს წარმოვადგინდა შესაბამისად რაიმე სახის ახლა შეფასება როგორც საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე ეკლესიის მიმართ ან შესაძლოა ვიღაცისთვის შეცვლილ განწყობებზე კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ იგულისხმება სწორედ დეკანოზის საქმის კონტექსტი რა იქნება საზოგადოების დამამშვიდებელი ან მისთვის თვალის ამხელია პასუხის გამცემი მაგალითად იქნება თუ არა ეს კვალიფიციური გამოძიება და ღია სასამართლოს ხდომები ძნელია პროგნოზირება, მაგრამ მე მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მრევლს, ჩვენს საზოგადოებას, ჩემს ძმებს და დებს, რომ ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული. და ეკლესია არის გადამრჩენელი და მაცხონებელი წიაღი, სწავლა მოძღვრებითად არ ცდება. შესაბამისად არის მარადიული, უცვალებელი და უცდომელი, ხოლო ადმინისტრაციული მხარე, მენეჯმენტი, ორგანიზაციული ნაწილი შესაძლოა სწოდავდეს და აშავდეს, მაგრამ ვისი რწმენაც ავტორიტეტებს დგას, ის დაბრკოლდება ნამდვილად და განუდგება ეკლესიას, ხოლო ვინც ეძიებს იესო ქრისტეს და სიცოცხლის საზრის, ის არასოდეს ზურგს არ აქცევს ეკლესიას, ეს დაახლოებით იმას გავს, რომ ცუდი ექიმების გამო მედიცინაზე ვთქვათ უარი. ამდენად თუ რა გაგრძელება ექნება ამას საზოგადოებაში, რეიტინგი დაუქვეითდება თუ არა ეკლესიას და საპატრიარქოს, ეს რაღაც ნაწილში შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს და ის მუწუკი, რომელიც გასივდა ჩირკს გადმოღრის და საბოლოო ჯამში განიწმინდება. და ეს ძალიან ბუნებრივი, დინამიკური და ნორმალური პროცესია, შეიძლება ითქვას და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ პოზიტიურად და დადებითად დასრულდება მთელი ეს ალიაქოთი და აურზაური, რომელიც საპატრიარქოს გარშემო ხორციელდება. ხოლო კონკრეტულად კი რაც შეეხება დახურულ ინსტიტუტს ჯობია ვიცოდეთ, თუნდაც ცუდი რაღაცეები ამ ინსტიტუტზე, თუნდაც მათი მხრიდან ერთმანეთზე. ბუნებიდან გამომდინარე მისთვის დასამალი არაფერი არ არის, ეკლესია ყოველთვის ღიაობას, გამჭვირვალობას ემხრობა, გამომდინარე მისი შინაგანი სპეტაკიდან და სწავლა-მოძღვრებითი, ასე ვთქვათ, სრულყოფილებიდან. ამდენად ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავ საჯარო საზოგადოებრივი დისკუსიებისა, რომ გაიმართოს აი ამ კონკრეტული საკითხების გარშემო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც საჭიროა, რომ ის ადამიანები უფრო მეტად იღვწოდნენ ამისათვის, ვიცი პრეროგატივაც არის ეს. კერძოდ კი იგულისხმება სამღვდელოება და კომპეტენტური განსწავლული მრევლი. რატომღაც პასიურობა და ინდიფერენტულობა შეინიშნება ამ კუთხით, თუმცა ის ახალგაზრდები, რომლებიც მე ვახსენე საზღვარგარეთ მყოფნი, რომელთაც სურთ რომ აღიმაღლონ ცოდნა და ძალიან დიდი მარაგით ბრუნდებიან საქართველოში, მათ აქვთ იმის მგზაობა და სულისკვეთება, რომ სასიკეთო პროდუქტი და ინტელექტუალური ნაყოფი დადონ სამომავლო პერსპექტივის გადარჩენის საქმეში და მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალიც კი და მოუწოდებ საპატრიარქოს, რომ დაფიქრდეს რებრენდინგზე, მოდერნიზაციაზე, განვითარებაზე და წინსვლასა და პროგრესზე. რა თქმა უნდა, არ გულისხმობ დოგმატურ საკითხებს, გულისხმობ ადმინისტრაციულ კეთილმოწყობას.
დიდი მადლობა გიორგი ტიგინაშვილი თეოლოგი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ რამდენიმე ინფორმაციას გაგაცნობთ ეხლავე პირველი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა როგორც ცნობილია ამ წუთებში შალვა ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილები იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაპატაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან ჩვენ 2 საათიან გამოშვებაში დავით მათიკაშვილმა ქართული ოცნებიდან